Ფილიპელთა 2:5 ის რახვანი იქონიეთ თქვენში, რაც ქრისტე იესოში არის. დიდება იესოს. დაწერილი არის ძვირფასებო, რომ ჩვენ უნდა ვიფიქროთ, რას ფიქრობს ღმერთი. არის ესეთი იტყვიან ხოლმე, რომ ნეტა ამ სიტუაციაში ქრისტე როგორ მოიქცეოდა. როდესაც შენ ხარ რაღაც სიტუაციაში, ნეტა ქრისტე როგორ მოიქცეოდა. ამიტომ ჩემო ძვირფასებო, ჩვენ როდესაც გავდივართ სირთულეებს, ხო? მე ყოველთვის მახსენდება ეს მუხლი, რომ მოიქეცით სახარების ღირსების შესაბამისად. იცით, ყველა ადამიანს აქვს თავისი ისტორია. ეხლა თან მე ეს ძალიან კარგად ვიაზრებ, რომ ერთი ადამიანის პრობლემას მეორე ბოლომდე ვერ გაიაზრებს. როდესაც შენ გაქვს პრობლემა შენ ცხოვრებაში, ხო? თუ მეორეს ის პრობლემა არ ქონია არასოდეს მის ცხოვრებაში, ბოლომდე ვერ გაიგებ შენ რაში გადიხარ. ბოლომდე ვერ მიხვდება რა არის ეს სირთულე, რომელიც შენში არის. და ადამიანები ხშირად იტყვიან, რომ მე ძალიან რთული სიტუაცია მაქვს, ან იმას უფრო მარტივი სიტუაცია. რა თქმა უნდა, არსებობს ეს უფრო რთული და მარტივი ცხოვრება. რა თქმა უნდა, არსებობს, მაგრამ ის რომელიც ჩანს, რომ მარტივად ცხოვრობს, ჩვენ არ ვიცით მის შიგნით რა სირთულეები არის. ეხლა მე ვიცი, რომ ადრე მითხრე სტატისტიკურად, რომ იაპონიაში ყველაზე მეტი თვითმკვლელობა არის და თვითმკვლელობა არის ფინანსების ნიადაგზე. მაშინ, როდესაც ზოგი სამუშაოს ვერ შეულობს და რაღაცა, ხო? წარმოგიდგენიათ, ეხლა თქვენ წარმოიდგენთ იაპონიაში კაცი, რომ არის და ესე იგი იმის გამო, რომ არ აქვს რაღაც იმდენი ფინანსები, ამის გამო თავი მოიკლას, ხო? მაშინ რა თქვას სუდანში რო ვიღაცა ცხოვრობს. ერთი გადაცემა არის ესეთი, ქართველი არის, რომელიც სხვადასხვა ქვეყნებში დადის და ვიდეოს იღებს. თქვენ ვერ წარმოიდგენთ ქვეყნებში როგორ ცხოვრობს ხალხი. ზოგიერთ ქვეყნებში. ესე იგი რაღაც ჯოხებით აშენებულ სახლებში ცხოვრობენ და არც წყალი სიცხე არის და ეხა გამორიცხულია ბანაობა და რაღაცა ესეთ კი არის ეს ბავშვები დადიან აქეთ-იქეთ არაცვიათ არაფერი და რაღაც, ხო? და ჩვენ კიდე წყალი რო წავა ვარდები დეპრესიაში და არ ვიცით რა გავაკეთოთ და როგორ არის. ასე არის სხვადასხვა ცხოვრება, ხო? ზოგს რთული ცხოვრება აქვს, ზოგს ესე იგი ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, ზოგს ფინანსური პრობლემა აქვს, ზოგს ოჯახური პრობლემა აქვს. არსებობს სხვადასხვა პრობლემები. მაგრამ ძვირფასებო, როგორი პრობლემაც არ უნდა იდგეს ჩვენს წინ, ჩვენ უნდა ჩავეჭიდოთ იესოს და შესაძლებელია ყველა პრობლემის გავლა. არ არსებობს პრობლემა, რომლის გავლა შეუძლებელია. ყველა უდაბნოში არსებობს წყალი და ეს წყალი არის იესო ქრისტე. არავინ არ იფიქროს, რომ ჩემი ცხოვრება არის ის ცხოვრება, რომელიც უბედურება მერგო ჩემს ცხოვრებაში, როგორ მინდოდა ცოტა სხვანაირი ყოფილიყო ყველაფერი. არ იცი მეგობარო, სხვისი ცხოვრება ბოლომდე არც ისიცი რა ელის მას აქ და არც ისიცი ცხოვრების მერე რა ელის. შეხედეთ იესოს დაწერილია, შეხედეთ იესოს, მომავალ შეხედეთ და ამითი შეძლებთ თქვენ, რომ გაიაროთ ეს წუთი სოფელი ღირსეულად. დიდება ჩვენ ძლიერ ღმერთს. არ იფიქროთ ძვირფასებო, რომ არ ვიცი რას ვამბობ, ვიცი რას ვამბობ და უნდა შეძლოთ
ყოველ დღე ადგომა და თქვა ეს დღე შენ შექმენი უფალო ამიტომ ვიმხიარულებ და განგადიდებთ შენ ეს არის ღმერთის სიტყვაში ჩაწერილი ეს არის შენი შექმნილი დღე ამიტომ ამ დღეს ახალი სიცოცხლით შევხედავ ახალი რწმენით შევხედავ და ამ დღეს უფრო ძლიერად დავაჭერ სატანას ფეხს და ვიტყვი რომ ცვლილებები არის შესაძლებელი იმიტომ რომ სასწაული არის ღმერთის ძალა დიდება იესოს ამიტომ ჩემო ძვირფასებო ის რახვანი იქონიეთ თქვენში რაც ქრისტე იესოში არის ქრისტე იესოს სირთულეები გაიარა მაგრამ გაიარა პავლე მოციქულმაც გაიარა მაგრამ ბოლოში ღირსეულად მივიდა და ჩვენც ღირსეულად მივალთ ბოლოში დიდება ჩვენ ძლიერ ღმერთს დაგვეხმაროს უფალი ამაში პირველი კორინთელთა 2:16-ში წერია ვინ შეიცნო უფლის გონება რომ განსაჯოს იგი ჩვენ კი ქრისტეს გონება გვაქვს არავინით დღეს იცით ქრისტე არის ცოცხალი ღმერთი არის ცოცხალი ის ფიქრობს ის მსჯელობს და ყველა სიტუაციაში მას აქვს თავისი აზრი როდესაც შენ ფიქრობ რომ როგორ მოიქცე იესოც ფიქრობს იმაზე თუ როგორ ჯობია რომ მოიქცე და თუ შენ სწორად მოიქცევი ღმერთის მარჯვენა იქნება შენზე და ღმერთი დაგეხმარება არის ადამიანური გზები პრობლემის გადაწყვეტის არის ღვთიური გზები პრობლემის გადაწყვეტის და შენ უნდა დადგე ღმერთის მხარეზე და მოიქცე ღირსეულად შენ უნდა ბოლომდე მიხვიდე შენ უნდა სიტყვის შესაბამისად მოიქცე ჩვენ გვაქვს ქრისტეს გონება ანუ ჩვენ ვიცით იესო ქრისტესთვის სწორი ნაბიჯები რა არის დიდება იესოს ამიტომ ჩემო ძვირფასებო ლოცულობთ იმისათვის რომ ეკლესია იყოს სწორი მიმართულებით წასული ერთი არის როდესაც ჩვენ ვამბობთ რომ ამ მიმართულებით უნდა ვიაროთ როგორც ეკლესია მაგრამ მეორე არის შენს ცხოვრებაში სწორი მიმართულებით იარო ყოველდღიურად სწორი გადაწყვეტილებები მიიღო ზოგჯერ არის ხოლმე ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებებს ცხელ გულზე ვიღებთ განვიცდით, ნერვიულობთ, წარსულს ვაანალიზებთ, მომავალს ვაანალიზებთ, შეცდომებს ვფიქრობთ. იცით ძვირფასებო, ჩემი რჩევა არის, რომ წარსულზე ბევრი არ უნდა იფიქრო და არ უნდა აანალიზო. წარსულის ბევრი ანალიზი შენ არაფერს არ მოგცემს, ბევრი ანალიზი. მე იმას არ გეუბნებით, რომ სულ არ გაანალიზო, მაგრამ იცით, მე ადრეც გითხარით და ეხლაც გეუბნებით. სხვანაირად რომ მოქცეულიყავი, არ იცი როგორი იქნებოდა შენი ცხოვრება. კარგი თუ ცუდი? ამიტომ შენს ამ კუთხით ანალიზს აზრი არ აქვს. იმიტომ რომ თუ შენ არ იცი რომ სხვანაირად თუ მოიქცეოდი როგორი იქნებოდა შედეგი, მაშინ რაზე ფიქრობ იმაზე, კარგად მოიქეცი თუ ცუდად მოიქეცი. ლოგიკური არ არის. ამიტომ როგორც პავლე მოციქული ამბობს, წინ გაიხედე და იმ სიტუაციაში და იმ რეალობაში როგორც ხარ, როგორი შეიძლება იყოს, რომ შენ ნაყოფიერი იყო ღმერთისათვის. როგორ შეიძლება იყოს, რომ შენი ეს სიტუაცია იყოს კურთხევა სხვებისათვის. ანუ შენ როდესაც გაქვს რაღაც სიტუაცია შენ ცხოვრებაში, ხო? ეს სიტუაცია შეიძლება გამოიყენო, რომ კურთხევა იყოს სხვებისათვის და განადიდო უფალი. დიდება ჩვენ ძლიერ ღმერთს. პავლე მოციქული წერს, ჩვენ წავიკითხეთ, რომ ჩემი ბორკილებიო
ციხეში ჩაჯდომაო, კურთხევა გამოდგა სხვებისთვისო, თუმცა ზოგიერთი ცდილობს რომ ჩემი ბორკილები დაამძიმოსო. ანუ ზოგმა შეხედა პავლეს მდგომარეობას როგორც წაგებად, უარყოფითად, მაგრამ ზოგმა შეხედა რომ პავლეს მდგომარეობა კარგი არის. ზოგმა იფიქრა რომ იხტუნა და ჩავარდა საპყრობილეში. მოგცეულიყო ჩვენსავით, იქნებოდა კარგად. ეტყობა ცოდვაში არის, მაგრამ პავლე მოციქულმა თავისი რთული სიტუაცია გამოიყენა და შეაფასა. დიდება ჩვენ ძლიერ ღმერთს. ამიტომ ჩემო ძვირფასო, მე ვიცი ადამიანები, რომლებიც იყვნენ ნარკომანები დაუშვათ ან რაღაცა, ხო? შემდეგ მათ გამოიყენეს ეს თავისი მდგომარეობა, რომ სხვებს დახმარებოდნენ, რომ ამ კრიზისულ სიტუაციაში როგორ ესე გაემხნევებინათ და უფლით ყოფილიყვნენ დაცულები. ანუ ის ეუბნება, რომ ჩემ რთულ სიტუაციაში როგორ შევძელი მე დადგომა ღმერთის მხარეზე მხარის დაჭერა და ღირსეულად შემენარჩუნებინა ჩემი თავი. იმიტომ რომ ძვირფასებო, უნდა მოვიქცეთ სახარების ღირსად. იცით ადამიანს რო კითხო ეხლა რა გინდაო, თუ ირგვლივ ვინმეს კაი ამბები აქვს, ყველაფერი მას უნდა რომ კონდეს, მაგრამ ცხოვრება ასე არ არის. ის რომ მაღალია, იმ სიმაღლე მინდა, ის რომ ლამაზია, იმას რომ ცხვირი აქვს, ისეთი მინდა, ესე გოგონებს თავისი მოთხოვნილებები იქნება, იმას რომ ქერათვალებიანი ქმარი თმიანი ქმარი მყავს, ისე მინდა, იმას მინდა რომ ბიზნესი და ბევრი ფული რო აქვს, ისეთი მინდა იყოს, ზოგს ბევრი შვილი უნდა, ზოგს ცოტა შვილი უნდა, ზოგს სულ არ უნდა, ზოგს გათხოვდება, რატო გავთხოვდიო, არ გათხოვდა, რატო არ გავთხოვდიო და ერთი ის რომ არის დადგმა რომ ცოლს თუ მოიყვან ინანებ და არ მოიყვან მაინც ინანებო, ხო? დაახლოებით ესე არის ეს სიტუაცია და ნუ ჩვენ ირგვლივ ხა რაც არის, ყველაფერი გვინდა, მაგრამ ცხოვრება ასე არ არის ძვირფასება. ცხოვრება ასე არ არის. ამიტომ შენ რაც ხარ ამ სიტუაციაში, ეს შეცდომით იყო თუ უშეცდომოთ იყო, ხო? რაც ხარ აქ უნდა ემსახურო უფალს, გაიმართო წელში და უნდა წახვიდე წინ იესო ქრისტეს სახელი. დიდება ჩვენ უფალს. იმიტომ რომ იესო სანამ ცოცხალი ვარ ჩვენ, ის ჩვენთან არის. და ის გვეხმარება ყველაფერში და ის ძალას გვაძლევს ყველაფერში და ის მოგცემს გამარჯვებას ყველაფერში. დიდება ჩვენ ძლიერ ღმერთს. თუ მკვდარი გაცოცხლდა, ესე იგი შესაძლებელია ცვლილებები, მაგრამ ასევე ღმერთის სიტყვაში წერია, რომ ვაზმაც რომ არ გამოიღოს ნაყოფი, მე მაინც შენ განგადიდებ, იმიტომ რომ ეს ყველაფერი გაივლის და ერთ დღეს ჩვენ შევხვდებით იესო ქრისტეს. დიდება ჩვენ უფალს ღმერთმა ქნას, რომ ბოლომდე მივიდეთ ძვირფასებო. ღმერთმა ქნას, რომ ჩვენ შევძლოთ ამ ყველაფერში გავლა და ვიყოთ ერთად ზეცაში. ნამდვილად კარგი იქნება ზეცაში თუ ერთად ვიქნებით. დიდება ჩვენ ძლიერ ღმერთს. ისე? ზეცაში მხიარულება იქნება ძვირფასებო. ზეცაში დაწერილია, რომ სუფრაი, ნადიმი იქნება. ჩვენ არ ვიცით განახლებული სხეულები როგორი იქნება, მაგრამ ჩვენ იცით ხო, ნუ საჭმელსასმელი არ იქნება ასე რაღაცა, ხა გოჭი დაკლან და რაღაცა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ის სიამოვნება, რომელსაც ადამიანი განიცდის დედამიწაზე, რაღაცნაირად ეს სიამოვნება უფრო მეტად იქნება, სულიერი სიამოვნება იქნება, სულიერი დაკმაყოფილება იქნება ამ ყველაფერში, სულიერი დიდება იქნება ამ ყველაფერში და როგორც დაწერილია, რომ ღმერთი ცრემლს მოგწმენს
და ტკივილი აღარ იქნება ძვირფასება ჩვენ ამ იმედით ვართ და კარგი იქნება თუ ზეცაში მარტო ჩვენ არ ვიქნებით რა თქმა უნდა იქ ძალიან ბევრი ადამიანი პავლე მოციქული იცით ძალიან განიცდიდა ამას გრძნობდა ის ეუბნებოდა სულ ამხნევებდა როდესაც წმინდათა ასეთი ღრუბელი გვარტყამსო მაშინო ხნეთ ვიყოთო და გავძლიერდეთო ანუ პავლე მოციქულის ირგვლივად სულ ეს სირთულეები უყურებდა ამ რთულ ხალხს ვიცით ეხლა ჩვენ 21 საუკუნეში მაინც კომფორტი გვაქვს ეხლა გინდა არ გინდა რაც არ უნდა ვიწუწუნოთ მაინც კომფორტი გვაქვს ასე არ არის როგორც იყო ადრე ხო ეხლა მაინც სახში წყალი მოდის ონკანში და ჩავრთავთ იქ ჩაის აადუღებთ და რაღაცა მაგრამ ადრე არ იყო ესე ხალხი უჭირდათ ძალიან მძიმე ცხოვრება იყო მუშაობდნენ ესე იგი ფიზიკურად მუშაობდნენ დაღლილები იყვნენ და პავლე მოციქული ამხნევებს ელაპარაკება აბრაამზე, მოსეზე, ამ ყველაზე, დავითზე და რადგან ესეთი წმინდანთა ღრუბელი გვარტყამსო, ჩვენცო უნდა ვიყოთ გაბედულებიო, ჩვენც უნდა ვიდგეთ მხნეთო, ჩვენც უნდა შევძლოთ, გავიტანოთ ყველაფერი, ჩვენც უნდა ღირსეულად მოვიქცეთ, მიუხედავად იმისა, რომ უღირსი ხალხი გვაკრავს ირგვლივ, მიუხედავად იმისა, რომ ცუდად გვექცევიან, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ მოგწონს ხშირად ჩვენი თავი მაინც ჩვენ უნდა შევძლოთ რომ ეს ცხოვრება სახარების ღირსეულად გავატაროთ დიდება იესოს ამიტომ მიფიქრეთ ძვირფასებო ამაზე ამიტომ ყოველი შენი დღე იყოს რაღაცნაირად ასეთი წინ იყურე წინ გაიხედე ახლა ახალი დღე იქნება ახლა უფრო ძლიერად დავდგები ახლა უფრო ღირსეულად მოვიქცევი ახლა უფრო ჭკვიანურად უფრო ფალი მომცემს სიბრძნეს რაც მაქვს ამას ავიღებ და აქედან შევქმნი კურთხევას დიდება იესოს დიდება ჩვენ ძლიერ ღმერთს ამიტომ ჩემო ძვირფასებო უფალი დაგვეხმარება ამ ყველაფერში მოდით წამოვდგეთ ვილოცოთ